მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მერის მოადგილედ გიორგი მელიქიძე დაინიშნა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვიდასტურებენ. გარდა ამისა, მისი დანიშვნის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში საკუთრივ მელიქიძემ გამოაქვეყნა. მერიაში გვეუბნებიან, რომ ახალ მოადგილეს კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ბოლო წლებში საბანკო სექტორში მუშაობდა. გარდა ამისა, მერის პირველ მოადგილედ ნოდარ ტატალიშვილი დაინიშნა. მანამდე ტატალიშვილი მერის მოადგილე იყო. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ. ყოველ დღე 6 საათზე მოქალაქეები იკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. უკვე 366 დღეა, რაც დემონსტრანტები თავიანთი ტრანსპარანტების საშუალებით რეპრესიული კანონების გაუქმებას, სინდისის პატიმრების განთავისუფლებას და საქართველოს პროევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვენ. ერთი წელი გავიდა, რაც ახალციხეში დაიწყო უწყვეტი პროტესტი, რაც ჩვენ რამოდენიმე ადამიანმა გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი აქტიურობი და ჩვენი მოქმედები ჩვენი თანაქალაქელებისთვის მოგვეწოდებინა, რომ არა, უფრო შეგვეხსენებინა, რომ ქვეყანა და მისი მომავალი საფრთხეშია, თავიანთი საკუთარი მომავალი საფრთხეშია, გვეგონა და გვჯეროდა, რომ ამას როგორმე გავაგებინებდით მას, იმიტომ რომ მაშინ 200 კაცი რო გამოვიდა ერთი წლის წინ ზუსტად და აქ იდგა და ამ ყველაფერზე შფოთავდა, დღეს უფრო გვაქვს უარესი მდგომარეობა, თუმცა ამ ეტაპზე აღარ შფოთავენ, რადგან გადაწყვეტეს რომ დანებდნენ. როგორც ჩვენ ვთქვით, 366 დღის წინ რომ ქვეყანა განსაცდელშია და ჩვენ აქტივობას ჰქონდა აზრი, ჩვენ არ აგვაქვს არანაირი მორალური უფლება რომ ახალ სახლში წავიდეთ და ვთქვათ ის რომ იცი რა, დღეს ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია, დღეს ქვეყანა უარეს მდგომარეობაშია. ამას გრძნობს და ხედავს ნებისმიერი ადამიანი. ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერთ, ვერავინ ვერ გეტყვის, არავინ არ გეტყვის რომ კარგად არის. იციან რომ ცუდად არიან, უბრალოდ გამოსავალს ვერ ნახულობენ. ჩვენი გამოსავალი არის ეს. უმოქმედობა ჯობია იმოქმედო, უმოქმედობა ჯობია რომ რაღაცა გააკეთო და შენი წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის მომავლის გადარჩენაში. 17800 ლარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია გადაუხდის იმ მედია საშუალებებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მათ აქტივობებს გააშუქებს. თანხების შემდეგნაირად გადანაწილდა Guardian-G 2300 ლარი, სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული მედია იმედი 7500 ლარი და გაზეთი ვრასტანი 8000 ლარი. მერიამ გამარტივებული შესყიდვა სამივე მათგანთან უკვე გააფორმა. გარდა ზემოთხსენებული მუნიციპალიტეტის მერიისა, სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ მედია იმედს 7500 ლარს გადაუხდის ადიგენის და ბორჯომის მერიაც. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად გადაწყვეტილება შეეხება 75 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ. ასევე ინფორმაციაში წერია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 21 იანვრიდან შევა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.